ქართული მძიმე როკ-მეტალ სცენის ერთ-ერთი პიონერი და ლიდერი ჯგუფი მძიმე ჯვარი 10 წლის შემდეგ ძველი შემადგენლობით შეიკრიბება და 21 მაისს კონცერტს გამართავს. ჯგუფი მსმენელს ცნობილ სიმღერებს კიდევ ერთხელ მოასმენინებს. კონცერტზე მისულ სტუმრებს კიდევ ერთი საინტერესო ექსპერიმენტი ელის. კოლაბორაცია ეთნო ჯგუფ გორდელასთან. მანამდე კი გვიანი შუადღის ეთერში პირველად დიდხნიანი პაუზის შემდეგ შეხვდით ქართული მუსიკის როკ ლეგენდას. She's
მაგარი ცეცხლოვანი დაწყება ლეგენდარული ქართული მძიმე როკ მეტალის ჯგუფი მძიმე ჯვარი 10 წლის შემდგომ ძველი შემადგენლობით კვლავ შეიკრიბა ძალიან მაგარი მიზეზი აქვს მაყურებელს იმისათვის რომ 21 მაისს მიბრძანენ event hall-ში მანამდე კი ჩვენთან ერთად იქნებიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის კარგია რომ ჩვენთან ერთად ხართ პირველ რიგში როგორ ხართ ჩვენ როგორც წესი კარგად. როგორც წესი. სანამ შემოვიდა მკითხე რომ როგორ სატარებელია მეთქე მძიმე ჯვარი მეთქი რა და ძალიან მაგრა ატარებენ. და მოსასმენად პირადად ჩემთვის მძიმე ნამდვილად არ იყო ეს ყველაფერი და იყო ძალიან სასიამოვნო. რაც უმნიშვნელოვანესია ძალიან რთულია ქართულ როკში უბრალოდ როკში რომ ქართულად იმღერო ესე რა. რასაც ყოველ ეთერში ვიძახი რომ ქართულ ენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ესე მოარგო. როქს ქართული მადლობელი ვარ თქვენთვის. ამაზე მადლობა თქვენ შეფასების. ამაზე სპეციალურად მუშაობთ თავის დროზე, აი როცა ამ ქართულ სიმღერებს წერდით, აი რასაც ქვია, აი კრებებით ჩავატარეთ, რომ ეს უნდა მოახდინო, ცოტა ხარტია, როკენროლი ცოტა სხვანაირი სტრუქტურა და ქართული ნაროზე დაასვათ და რა ვიცი, აბსოლუტურად ტექსტის წერისას საკმაოდ ძიმე ამოსანა. ლევანმა ძალიან მაგრა გაართო თავის ფოტოჟურნალის მაგას. სუპერ. ლექს თქვენია? მადლობთ. ამ შემადგენლობით 10 წელია ერთად არ გამოსულ ხართ ხომ სმენელის წინაშე როგორ გადაწყდა გაერთიანება ზუსტად ამ წევრების ვისი იდეა ერთი ის არის შესწორება იქნება შესწორება თქვენ არის ძალიან შორზის თქვენ მოგთ არ გეცოდინებოდა და ამიტომ რა ხდება სამწუხაროდ საბოლოო რეიუნიონი მაინც ვერ გამოგვივიდა რა რაღაც მარილი დააკლდა მაგრამ სვანური მარილი შეიცვალა შეიძლება ეთქვა მარილი დრამერი ჩვენი დრამერი და დიმიტრი ოგანესიანი ეხლა არის ევროვიზიის კონკურსზე წასული იან ჯორჯიან ლოლიტასთან და დამჭირდა დრამერი შეცვლა მაგრამ არანაკლები კაცი მოიყვანეთ რა ვიცი და დავით ვარტარაძე არწონით არც პროფესიონალიზმით რა ხო და გამოგვივიდა ნუ პრინციპში არ გროს ასულო ის დრამერი ევროვიზიის დრამერი მოიყვანეთ ხო და რა ვიცი ამ ისეთი 10 წელია ერთად კონცერტი არ ქონია ჩანაწერი მეტი ალბათ ხო 2002-ში ქონდა ბოლოს ჩანაწერი მე არ შევიდა არ მოყვე ჩვენ ტურნეში ვართ ეს ნასიარულები კი მოესწრო და საოცრება რა იყო იცი რომ როცა ჩავედი ამ ტურნეში არ მყავდა ბასისტი რა ვერ ჩამოვიდა და უცებ აიღო ბასი და ჩემთან ერთად აბსოლუტურად იმპროვიზაციულად გვერდზე დამიგდა და გაგიჭირდებოდა გავაკეთეთ მაგარი იყო ძალიან მაგარი კონცერტი გია ყავდა სალამიშვილი და დათო ჯაფარიძე ორი სასწაული მუსიკოსი და იმისთანა სეიშენები ქონდა ხოლმე იმისთანა სეიშენები მეტი რო არ შეიძლება სცენი და ხალხს წასვლა უნდა ჩვენ სცენიდან გამოსვლა არ გვინდოდა ეს არის ალბათ იდეალური შენახება და ყოველთვის ესეა როცა მუსიკოსები ყველაფერს დებენ იგივეა ზუსტად დარბაზიდან არ იღლება არ დუნდება არავინ და სავარაუდოდ იგივე ელით 21-შიც ხო როგორ შეირჩა ის სიმღერები რომელსაც შეასრულებთ რა პრინციპით ისეთ არის მაგაზე მეც რაც გვახსოვდა ჩვენი ბებერიტი და მსმენელსაც არა ერთი წამი ძალიან მინდა რომ დრამერი აქ დასვათ ერთ წამი დრამერ მოდი ძალიან შორზი ხარ რა მოდაჯიქი აქ კარგად არის ყველაფერი სცენაზეც ესე ვიწევს შორს დამალდა ნუ ესე იგი 21-ში რო არაჩვეულებრივი ძალიან მაგარი საჩუქარი ელოდება თქვენს მსმენელს აი კომპოზიციებზეც რომ გითხრათ როგორ აარჩიეთ და რა ხანგრძლივობა კონცერტის რამდენ ხანს გასტანს კონცერტის ხანგრძლივობა გასტანს ჩვენს კარგია სანამ არ დაიღლება როგორც კლასიკური რეალურად ჩვენ რაც გვაქვს ჩვენ მოხეთ 17 კომპოზიცია 17 არა მეტი ისე ნაგი ჩვენ ორი მე ხო მაგიან გავუჩვენე თორსტენ არა მეტი ხო კაი მაგაზე არ ვიკამოთ ესე იგი ჩვენ წინ არის კიდე Fire Up ჯგუფი ხო კლასიკური წყობაა რომ კონცერტის რო ჯგუფმა გაახუროს ჩემი გაზრდილები არიან ესენი ასე თქვა და მე ვარ პასუხისგებელი მათ რო კარგად ხო ჯგუფი ეგეთი Wings for Lucy მე ჩვენ გამოვდივართ გაგეროს სტუმარი გვემატება გორდელა კიდე კოლაბორაცია თესაუ გორდელა და სადღაც 2 საათ ნახევარზე მეტი 3 საათამდე ალბათ გაგრძელდება მთელი საღამო რა და რა მოინტერესებს ბევრი სიმღერა იქნება ქართულენოვანი 4 სიმღერა იქნება ქართულენოვანი ჩვენი საკუთარი კომპოზიციები გაგვაქვს სულ 8 ხო ქავარი რამდენია გეტყვით ახლა გავუსე ესე იგი 4 სიმღერა ჩვენი ქართული
3 სიმღერა არის ჩვენი ძველი პროგრამიდან, 1 სიმღერა არის ჩემი სიმღერა. ბატონო, სანთელიანად 5 იქნება ქართული. 5 სანთელიანი, ხო, პატე. ერთ ჩემი ახალი სიმღერა არის, რომელიც ძიმე ჯვარის გარეშე ისე გავაკეთე და ძიმე ჯვართან ერთად შევასრულებთ მაგ სიმღერას. და ქავერები როგორ არის ეს ქავერები რაც მოგვაფიქსდება იმას დავხსნათ შეიძლება ესე მიშლობა რას იქვე დაიბადება ხო რა თქმა უნდა ეხლა თელი როკენროლი რაც არსებობს შეიძლება იგაჟღოს 70-80-იანი გაზრდილი და აუდიოს ლევიც იქნება 200-იანი კი ჩვენ საერთოდ არ ვერიდებით ხოლმე რაღაც მე რომ დავუკრა თქვენთან ერთად რა მოხდა რომ ვაი მილოცი რა თქმა უნდა კარგია დაიბადა აუცილებლად მოვა დავუკრა ერთი კომპოზიცია მაინც ერთად დავუკრა იმპროვიზაცია აუცილებელია ხდება բոլო ჩვენს რომ ზარდა და ჩვენ სცენელიდან ჩვენ სარკმლიდან მინდა ჩვენ მაყურებელს უთხრა რომ მართლა დიდი სიამოვნება ელოდებათ იმიტომ რომ ეს ის ადამიანები არიან რომლებიც ამ მუსიკას ატარებენ მთელი ცხოვრება და ერთი წამით არ უღალატიეთ თავის სტილისთვის იმიტომ რომ არ მორგებიან არაფერს ეს ის სტილია რომელიც ვერაფერს ვერ მოერგება აქით უნდა მოერგო რა მაშინ გავიხსენოთ როგორ იწყებდნენ ეს ადამიანები ხო რადგან არ უღალატიათ არასდროს ამ მიმართულებისთვის მით უმეტეს ისეთ დროს როცა შეიძლება არავის არ ეკონცერტებოდა ძიმე ჯვარი ხო არა ეს 90-იანების პერიოდი ომიანობის დროები მაგრამ ომამდე 88-ში დაიწყო ძიმე ჯვარმა მოვაწეობა აი ძიმე ჯვარი რატო იმიტომ რომ ძიმე პერიოდი იყო არა სულ უბრალოდ აი ძალიან კარგად თქვა როკერგონ ძალიან კარგად თქვა რა ყველა ადამიანი თავის საკუთარ ძიმე ჯვარს ატარებს ყველა რამდენიც თავის თავად როგორ ძიმე ჯვარი როგორც ცხოვრობ იმდენად ძიმეა და იმდენად სუბუქდება ეს ყველაფერი და ტექსტი ზუსტად სულ უბრალოდ თითოეულ ჩვენთაგან 88 წლიდან ჩამოყალიბდა ჯგუფი 88 წლიდან მოღვაწეობა პირველი თაობა ბოჯგუა თემური ბოჯგუ ახლა მოსკოვში მოღვაწეობს ვალერი გურგენიძე შოთა სამუშია და სხვათა შორის ჩვენი კლავიშნიკი ასე რომ ვთქვა საკლავიშვილი როჩა ჭაბუკაიძე აი ახლაც როგორც მომღერლის ამპლუაში ისე გამოდის ნიჭიერშიც გამოდიოდა თუ გახსოვთ ეს წვერებიანი თეთრ წვერებში კოკერებს წეროდა ეს აი არის ფანტასტიკური რა მე კითხო რომ დავუშვათ მაგარი მუსიკოსი ამ კონცერტის მერე წინ რა გეგმები ვქეთ ამ კონცერტის მერე ეს კონცერტი ჩაგვატარება რატო ხოხდები მოვანდელ დღეს ეხლა ახლა გეგმები არა აქვს რაც არ უნდა ვკითხოთ გეგმები დაიბადება კონცერტის მერე იმ წამს მოვანდელ დღეს ახლა კონცერტი ჩატარება ხო მე გაგზელებაზე ფიქრობ და გვიჭირს ამ კონცერტის შემდეგ ხო როგორც იმპროვიზაცია ეს უნდა გავაკეთოთ ეგრევე რაც იქვე ხდება ოღონდ დაგვირდით ამ კონცერტის მერე ხო არა გაქვთ იდეები პირველი ჩვენთან მოდიხართ კი ბატონო და ჩვენთან დაიბადება იმიტომ რომ ჩვენ გვხვდებია ხო GDS-ის შუადღეში გელოდებით კონცერტის მერე ისეთი რთული ის არის რთული რა ხდება ხა რთული იოლი არაფერი არ არის ყველას მოგეხსენება და რთული კიდე ეს არის რომ ამდენი წელიწად არ ყოფილვართ ჯერ მარტო ჩვენი შეკრება იყო და ყველას და ხანი ერთს უნდა და მეორეს არ უნდა და მესამეს არ ეცალა მე რეპეტიციებზე არ დავდო ეს რეპეტიციები არ არის არა ერთი სერიოზული შეკითხვა ყველას ვავდით სანამ შეხვდით ერთმანეთს რა დღემდე წასულში რატო დღემდე რა ვიცი წასულში რატო ხო და მოხდა ეს თავარი რა იყო ძიმე ჯვარს აი ლოგო შეიძლება და ესეთი რგვალი ლამაზი ბულკი 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 ესე იგი ბულკი თუ ბულკს თუ არ დავახვედრებით რეპეტიციაზე მეგონი არ მეროდა მე ეხლა რატო აღარ ეძებთ რეპეტიციებს აღარ არის ბულკები თუ უბრალოდ დრო არა ბულკებს არ გიგები სიო ისევ წავოდით ქართულ ენოვან როკ-ჯგუფში ბულკი რატო ფუნთუშა და არა ეს ფუნთუშა სხვა არის ბულკი მაშინ ბულკი იყო და მე მითხრა რომ ესეთი ძალიან დავიწყე მაგას საუბარი რომ რთულია ხო გასაკეთება და დაგეგმო კიდევ უფრო რთულია შემდგომში ძალიან ბევრი მეგობარი დაგვიდგა გვერდში აი ეს კონცერტი რაც ჩატარებული იყო ძალიან ბევრი ნაცნობი ძალიან ბევრი აი თუნდაც ის რომ მერის კულტურული ორგანიზებების ცენტრი მაგათი ამბისთვის ხო მერის კულტურული ორგანიზებების ცენტრს და მაგალითად ჩვენ მეგობრებს პირველ რიგში რა აი მეგობრები დაგვიდნენ გვერდში ძალიან და რა ვიცი ყველა რაღაც მუხტი მოგწა ზოგადად გვერდში კი არა მე ხა მაგაზე ჩემთვის ცოტა რთული იქნებოდა რო არა მართლა ჩემ მეგობრები მიდი ლევან მიდი კაია მიდი
რა მაგარი მეგობრები იყოს თუ კიდე კაი ეგ თქოს ყველაზე მაგარი მეგობრები მეგობრება გაუკეთეს ის საქმე რომ შენ გისმენდი ხა შენ სოლოს უსვენდი და შენ ბავშვობა გამოსცემდა რა აი სოლოები სადაც გავიზარდეთ რა ჩვენ სულყოლანი რა ეგ ხო მატარებელია ჩვენი რა პირველი სკოლა და ვინც გვატარებს რა აი ლოკომოტივი მაკომ ძალიან სწორად ახსენა ეხა წეღან მსმენელიო და მე ეგრევე გამახსენდა აი თქვენი შეფასებით ადრე მსმენელი და ეხლანდელი მსმენელი განსხვავდებიან თუ არა აი თქვენი შეფასებით როგორ არის ეს ჩვენი ხა მაგაზე ყველა სხვადასხვა აზრი გვექნება ხო ამიტომ ჯობია არ გასუხოთ ეხლა მინდა თქვენი გორდელასთან ურთიერთობაზე ვილაპარაკოთ ორი სიტყვით ო თოსო გორდელას როგორ მოხდა ხა გეტყვით 5 წლის წინ გაჩნდა ესეთი გამიჩნდა იდეა რომ სოფლიო ჰიტები გაკეთებულიყო ქართული ხალხური ინსტრუმენტებით და ბატონ თამაზ მამალაძეს შევხვდი ბედის და ღმერთის წყალობით და დავიწყეთ მაშინ მე რაღაც ესე არაიწყო შევჩერდი და ეხლა დავიწყეთ პრაქტიკულად თავიდან და ვამზადებთ საკმაოდ სუყე პროგრამას იქნება შესრულებული ისეთი ბენდების კომპოზიციები როგორც არის Led Zeppelin-ი, Beatles, იქნება Cranberries-ი, Queen-ის რეპერტუარიდან იქნება საკმაოდ საინტერესო. ისე მეჩქარება რომ მოვისმინე რომ მოვისმინოთ რა. ერთი თქონა მეხება და თუ შეიძლება და გოგონებო. ისე ჩვენ დრამერს არ უყარს ხოლმე ლაპარაკი, მაგრამ ერთი კითხვა დაუძე ძალიან გქონდა რომ აუცილებლად რაღაც გავაკეთოთ. შევეკითხოთ რა. ორი სიტყვა თქვენ. ორი სიტყვა. ზიმეჟვა ერთ სიტყვი მე ვას უყარს და გაგიკვირდებათ და ჩემთვის არის რაღაც განსაკუთრებული ჩემ ცხოვრებაში მე რო ვარსებობ დღეს მძიმე ჯვარში და მადლობა ბიჭებო თქვენგან. იქით მადლობა. შეგვისურვეთ რა. სიამოვნებით მოგიხსენთ. ესე კოლაბორაცია და ეთნო ჯგუფი თესეუ გორდელა ძალიან დიდი მადლობა მოგესალმებით მშვენიერო გოგონებო. ესე იგი სანამ მაყურებელი მოისმენს 21 მაისს ივენთ ჰოლში კიდევ ერთი საჩუქარი გვაქვს ჩვენ მაყურებელს შევთავაზოთ ესე იგი ეთნო ჯგუფი თესეუ გორდელა და მძიმე ჯვარი გისმენთ ძალიან დიდი ყურადღებით. აბა თქვენს